ხვალდაცვის კომპანიაში წავალ ვიდეო ჩანაწერის წამოსაღებად. ურალის ყურადღებას თუ მიიქცევ, კარგი იქნება. გენჯერსაც თუ შეაჩერებ? ერთად ხომ არ წავიდეთ? არა, არ შეიძლება. ურალი მithვალთვალებს. უნდა დავწმუნდეთ იმაში, რომ ჩანაწერს არ ნახავს. ესე იგი მარტო წახვალ. ხო. ეს ყველაზე უსაფრთხო გზაა. მერე ვილაპარაკოთ. თავისუფალი ხარ? შემოდი დაალსელმა. თქვენ თხოვეთ გამაფრთხილეთო ბატონი ქენანი რომ მოვაო. მოვიდა მანქანას აყენებს. ახლავე უნდა მოვემზადე, როგორ გამოვიყურები? როგორც ყოველთვის ძალიან ლამაზად. თითქოს ცოტა ფერმკრთალი ვარ. ახლავე მაკიაჟს აგისმევ. შენ კი ჩაიცვი სწრაფად. მალე. მოგზანდი ქენან. მადლობა. ირმაკი ოთახშია? ოთახშია. შეიძლება ცოტა ვილაპარაკოთ ქენან. რა თქმა უნდა. გთხოვ დაჯექი. წინასწარ იცოდი ნიშნობაზე რაც მოხდებოდა. არა. აზიზის მოსვლაზე და ასე შემდეგ არ იცოდი, ხომ? არ ვიცოდი. რომ ცოდნოდა დაუშლიდი. არასწორად არ გამიგო ქენან. მადლობა რომ ჩემი შემოთავაზება მიიღე. კეთილი საქმე გააკეთე, თავი გაწირე, ვიცი. მაგრამ არ დაელოდო რომ აზიზს დავუჯერებ. მან ჩემ შულს გული ატკინა. მე შინია რომ მისი ავადმყოფობა დაჩქარდება. გარდა ამისა, არ ვიცი სიცოცხლის რამდენი დღე დარჩა. ირმაკი სანამ მეცოცხლებს ამ მტრობას ვერ ნახავს. არ დავუშვებ იმას რომ მისი სიმშვიდე რამემ დაარღვიოს. არ ინერვიულოთ. რა მოხდა ირმაკ? რაც მოხვედი სიტყვა არ გითქვამს. არ გაგიხარდა ჩემი ნახვა. უნდა გამიხარდეს? ეს რას ნიშნავს? არაფერს. დაივიწყე ისე ვთქვი. ნათელია რომ რაღაც მოხდა. მითხარი რა მოხდა? ვინმემ გაწყენინა? არ ვიცი ქენან. უბრალოდ ისე მინდა მომექცე როგორც გული კარნახობს. შენ სიყვარული მასწავლე. შენ მასწავლე რომ ბედნიერება სიცოცხლეზე უფრო მნიშვნელოვანია. თუ არ სიტყვით აქორწინება არ გინდა, ამას გავიგებ. საიდან მოვიდა ეს ლაპარაკი? არაფრისგან. ეს დიდი ხანია მაწუხებს, ხომ იცი? ნუ ფიქრობ რომ ვალდებული ხარ ჩემზე იქორწინო. ისედაც გამომიყვანე უკვე ამ მდგომარეობიდან. არ ხარ ვალდებული რომ უფრო მეტი გააკეთო. ირმაკ. იმას ვაკეთებ რაც სინამდვილეში მინდა. მხოლოდ იმას უსმენ რასაც გული მკარნახობს. არის ერთადერთი სიმართლე რომელიც უნდა იცოდე. შენს გვერდით ბედნიერი ვარ. როგორ ხარ ებრუ? შემაშინე ჰაზალ. არ მინდოდა შენი შეშინება. ჩაფიქრებული იყავი. მაინტერესებს. რაზე ფიქრობდი? ქენანზე? თუ ირმაკზე? რისი თქმა გინდა? ნუ ნერვიულობ. უბრალოდ კითხვა დაგისვი. ჰაზალ. შეგიძლია ამოცანების გარეშე ილაპარაკო. რას გულისხმობ? ამოცანების გარეშე ვლაპარაკობ. ეს შენი ქცევი ისე თითქოს ვერაფერი ვერ გაიგე. კარგი, არა უშავს. ხვალ როცა ვიდეო ჩანაწერები მზად იქნება, ყველა ჩემს კითხვაზე მივიღებ პასუხს. ნუ გავიწყდება რომ იმ ჩანაწერებში ის მომენტიც არის, სადაც შენ და ქენანი კოცნით ერთმანეთს.
ვიცი, ოცნა ადამიანის მოკლის მცდელობასთან შედარებით არაფერს არ ნიშნავს. მზად ვარ პასუხი ვაგო იმის გამო, რაც გავაკეთე. და შენ? მე არაფერი არ გამიკეთებია. ვნახავთ, დაიკო. ვნახავთ. მადლობა, ნევრა. კიდევ გნებავთ რამე? არა, გემრიელად მიირთვით. რა მოხდა? სელმა მითხრა, რომ მეძახდით. დეფნა გეძახდა დედამ. დედიკო, აღნიშნა გვინდოდა. ხალხი სად არის? ირმაკი და ქენანი ბაღში არიან, ჰაზალი და ვურალი წავიდნენ. რას აღნიშნავთ? არ იცით? სიყვარულო. დედას არ მოუყევი ეს კარგი ამბავი. ვერ მოახერხე. ხომ იცი რომ ეს ჩემთვისაც სიურპრიზი იყო. რა ხდება მითხარით? რა თქმა უნდა, ირმაკი ვერ დატოვეთ და ვერ მოხვედით შეხვედრაზე. თუმცა ვიფიქრე, რომ ვურალმა უკვე გითხრათ, მაგრამ როგორც ჩანს არა. კარგი. ახლა მეც კომპანიის მფლობელი ვარ. ახლა დირექტორების შეხვედრაზე მეც ვიქნები. რა? ასე ნომიყურებ დედა. ვურალმა თავის ქონების ნაწილი გადასცა. მეც შეხვედრაზე გავიგე ამის შესახებ. გვინდოდა რომ ეს ყველასთვის სიურპრიზი ყოფილიყო. დედიკო, არ გაგიხარდათ? რა იყო გენჯერ? რამეს თქმა გინდა? ნუ წელავ მითხარი. ბატონო ვურალ, აზიზმა თქვენი წინადადება რომ მიიღოს რა სიზამთ? სიმართლეს მოუყვებით? აზიზი არ მიიღებს ჩემს წინადადებას. მას კარგად ვიცნობ. მინდა იცოდეს რომ ასე უბრალოდ ჰაზალს არ დავთმობ. რამეს თუ გეგმოს, იცოდეს რაზეც ვარ წამსვლელი. ნუ ნერვიულობ, შენ არ ჩაგრევ ამაში. არც ჩემს თავს არ ჩავრევ. ვატყუებდი, მაგრამ რა თქმა უნდა ამისთვის არ ვიტყვი ნასი სად არის. აზიზ ტოპრაკი ვერასოდეს ვერ გაიგებს რაც შემთხვევ მის დას. მაგრამ ახლა უფრო მომთმენი იქნება. იმიტომ რომ მის ქალიშვილს ჩემთან ერთად ძინავს ერთ საწოლში. ანუ თავს თუ მომაბეზრებს, მაშინ ღმერთმა არ ქნას. მაგალითად ერთხელაც დილით მე და ჰაზალმა რომ არ გავიღვიძოთ, მაგრამ ამას აღარ ვიტყუებდი. წერილი აზიზმა იპოვა? როგორც ჩანს. შეხედე ამ ვურალს. გოგონას რა უქნა? ჩვენი გოგო კი მის გვერდით დგას ღმერთო. ღმერთო მაპატიე. მე საიდან დავიცოდე დეიდა? ეს გოგო რაღაცის მიღწევას ცდილობს. მეშინია პრობლემები არ შეექმნას. შეიძლება დემიროღლუსთან საქმის დაჭერა. ის ისედაც შეშლილია. მელეკ გთხოვთ უძენ უფიქრობ. აზიზი თუ გეუბნება მოითმინეო, ესე იგი იცის რასაც ამბობს. რა თქმა უნდა, ადვილია თქვა მოითმინე. როგორ მოვითმინე, როცა ჩემ შვილს იმ მკვლელის მკლავებში ზინავს. შენც მართალი ხარ შვილო. რა თქმა უნდა, ყველა დედა ნერვიულობს თავის შვილზე. ვერაფერს იზამ. მაგრამ აზიზი, რომელსაც მე ვიცნობ, თავის შვილს არ დატოვებს მარტო. დემიროღლუ კი არა. რკინის მთაც რომ იყოს, გაუმკლავდება და გაივლის. თუ გითხრა მოითმინეო, ესე იგი უნდა მოითმინო. ოსტატო, ფიქრობ რომ იტყუება. არა კაფეს, არა. ვურალს კარგად ვიცნობ. არ გვაწყობს რომ უთვალთვალოთ. ანუ ფიქრობ რომ ამას იზამს?
იმ შეშლილისგან ყველაფერია მოსალოდნელი. საკუთარი თავის და ჰაზალის მოკლა შეუძლია. მაშინ რა ვქნათ ოსტატო? არ ვიცი გაბეს, არ ვიცი. ასაფეთქებელი მოამზადა და პირდაპირ პირში ვესროლა. თუ გადავყლაპავთ ავფეთქდებით. რომს გადავაგდოთ მაინც ავფეთქდებით. ორივე შემთხვევაში. საღამომშვიდობისა. რამდენჯერ დაგირეკე, რატომ არ პასუხობდი? შაკავებული ვიყავი დედა. მართლა? საბუთებს არიგებდი კომპანიის შესასვლელთან? რძალი ჩუმად ვერ დაძდა და მაშინვე შეგატყობინა. ასეთ საბაბს თუ მისცემ, რა თქმა უნდა არ გაჩუმდება. რას ნიშნავს დეფნესთვის აქციების მიცემა უბრალ? საჭირო იყო და გადავეცი. დამცინი? წლები არა საკეთებდი იმისთვის, რომ კომპანიაში არ შემოსულიყო და ახლა მმართველების ჯგუფში შემოგყავს. რა გააკეთა ამ გოგომ? გაშანტაჟებს? ხელში კოზირი უჭირავს? აზრი არ აქვს, დეფნე კომპანიაში იქნება. შვილო, მისმინე თუ რამე ხდება მითხარი ბურო. დედა, მაგრამ ახლა ძალიან დაკავებული ვარ. უფლებას თუ მოვცემ, დასვენება მინდა. ვერ ხვდები რა საკეთებ უბრალ. დედა, დეფნე ნამდვილი გველია. როგორ მიეცი იმის უფლება, რომ კომპანიაში შემოსულიყო? ამაზე მანამდე უნდა გეფიქრა, სანამ ამ გვერდს სახლში შემოუშვები. შენ სახლში მიხედი ამ გვერდს მე კომპანიაში. დანარჩენზე არ იფიქრო. საღამომშვიდობისა. გამარჯობა. გამოცვალს თუ აპირებ გავალ. მამა შენს შევხვდი. კარგი. რა კარგი. არ მგითხავ როგორ არის, ან რა მითხრა. მნიშვნელოვანი რომ ყოფილიყო, ალბათ თვითონ მეტყოდი. იქ აღარ ემუშავებს. არ უნდა. მითხრა რომ ვერ ვიმუშავებ ოსეთის სახლში და მეც გაგებით მივუდექი. სწორად უთქვამს. ისედაც არ მსიამოვნებდა. იცი შენი და მამა შენის ურთიერთობა უცნაური მეჩვენება. როგორც მამა და შვილი არ ხართ, არამედ თითქოს უცხოები ხართ ერთმანეთისთვის. ეს როგორ? მასზე საერთოდ არ ღელა, არც მაშინ გითქვამს არაფერი როცა აქ მუშაობდა. რომ გდომოდა მაშინვე მოვაწყობდი თანამშრომლად კომპანიაში. არ მომწონს ჩემს ოჯახს რომ უზრუნველყოფ. მორჩა, კიდევ რა უნდა იყოს? ის მამა შენი არ არის? ხო. ეს რა კითხვა? იმას ვამბობ, რომ როგორც მამა და შვილი არ ხართ. შვილები მამებზე გიждდებიან, შენ კი საერთოდ არ გაღელვებს. პირიქით. ძალიან ნერვეულობ მასზე. ვიცი მისი სუსტი წერტილი. უბრალოდ ჩემს თავს ვიცავ. არ მინდა მის აქციელებზე პასუხი ვაგო. მით უმეტეს როცა ამ სახლში ვიმყოფები. კარგი, თუ ასე ამბობ ასე იყოს. შეიძლება გავიდე. ყველა ვიდეო ჩანაწერი მოვიდა ხომ? კი, მოვიდა. რაღაც ვერ გავიგე. რისთვის გჭირდება ეს დისკი? ჩანაწერები ხომ გინდოდა? არა, რა თქმა უნდა. ჩანაწერი რაში უნდა გამოვიყენო? ჩემმა უფროსმა მთხოვა რომ წავშალო. ფიქრობ, არ უნდა რომ მისი ძმა და ცოლი ნახონ. ანუ როგორ გითხრა? როგორ ჩანს სახლში რაღაც გარყვნილება მოხდა. მე ეს არ მადარდებს, მაგრამ ამაზეა ჩემი სამსახური დამოკიდებული. გინდა რაღაც გითხრა. სხვებისთვის ამას არ ვიზამდი. ვიცი. მადლობა. საღამოს ჩემთან აღვნიშნოთ ეს საქმე არა? რა თქმა უნდა. საღამოს 8-ზე შენთან ვიქნები. მეგობარი გავუშვი და საღამოს მარტო ვიქნებით. მიდი. წაშალე ვიდეო ჩანაწერი. და საბუთებში დაწერე რომ არაფერი არ ყოფილა. ეს ყველაზე ადვილია.
ჯანდაბა. Gülşen Hanım, ქალბატონო გულშენ, აქ რას აკეთებთ? ძმაო ეს, აქ თანამშრომლების გარდა სხვებისთვის შემოსვლა აკრძალული აქვთ, ხო, დგადით აქედან. Ahmet. აჰმედ, ძმაო, ეს ურალ დემიროღლუსგან მოვიდა? ი, ძმაო, İyi o zaman. კარგი მაშინ. ახლავე ანგარიში დაწერე, საღამოს ბატონ ვურალს უნდა გავუგზავნოთ. კარგი ძმაო. Kolay gelsin. წარმატებები. მადლობა. Ben Hazal Demiroğlu. მე ჰაზალ დემიროღლუ ვარ, ვურალ დემიროღლუს მეუღლე. ძალიან სასიამოვნოა. ხო, დაბრძანდით. Size ne ikram რას მიირთმევთ? Teşekkürler. Bir şey მადლობა, არაფერი არ მინდა. Beni Vural yolladı. ვურალმა გამომიშვა, თვითონ ვერ მოდის. Eğer görüntüler hazırsa... თუ ვიდეო ჩანაწერი მზად არის, მინდა დისკი და ანგარიში წავიღო. ვიდეო ჩანაწერები აღვადგინეთ. საღამოს ანგარიში და დისკი ბატონ ვურალთან იქნება. Açıkçası biz akşama kadar... სიმართლე გითხრათ, საღამომდე ვერ Vural დაველოდებით. hemen çıkması için... ვურალმა sizden მთხოვა, რომ მაშინვე წამომეღო. Maalesef hazır. წოხარ ქალბატონო ჰაზალ, კაცრი ბრძანებაა. Vural Bey'in şahsı... ბატონი ვურალის გარდა ამ ჩანაწერებს ვერავის ვერ მევსამ. Bu süre zarfında... გარდა ამისა ანგარიშის შედგენას დრო სჭირდება. Vural Bey biz... საღამოს გავუგზავნით ვიდეო ჩანაწერს ბატონ ვურალს. Anlamadınız galiba. როგორც ჩანს ვერ გაიგეთ. Vural beni kendisi gönderdi. ვურალმა თვითონ გამომაგზავნა. Anlıyorum. მესმის, როგორც გითხარით, მკაცრი ბრძანებაა, ბოდის გიხდით. კარგი, მაგრამ მის სამართი შევიცვალეთ, სხვა სასახლეში გადავედით. სხვაგან რომ წავიდეს? არა. Her iki adres... ისედაც ორივე მისამართი გვაქვს. Hatta diğer... ერთ-ერთში ჩვენ თვითონ დავაყენეთ სისტემა. Zaten. Siz görüntüleri ანუ vermiyorsunuz. ვიდეო ჩანაწერებს არ მომცემთ? Özür diliyorum. ბოდის გიხდით, ვერ მოგცემთ. Peki. კარგი. მაშინ ვურალს დაურეკავ. დარწმუნებული ვარ, საერთოდ არ მოეწონება თქვენი საქციელი ჩემს მიმართ. Ben emir kuluyum. მე ბრძანებას ვასრულებ ქალბატონო ჰაზალ, მაგრამ ბატონი ვურალი კომპანიის უფროს თუ დაურეკავს და ეტყვის, რომ ვიდეო ჩანაწერები მოგცეთ, მაშინ სიამოვნები დაგეხმარებით და ამ ვიდეო ჩანაწერებს გადმოგცემთ. Hazal, ჰაზალ, ne yaptın? ქენან, რა ქენი? აქ რას აკეთებ? ხომ შევთანხმდით, რომ ვურალის ყურადღებას მიიქცევდი? Aldın mı görüntü? ვიდეო ჩანაწერები აიღე? არა. İçeri kadar girdi. შეხვედი და არ აიღე? Yani öyle mi? უცნაური და საინტერესოა. İlginç. ხომ თქვი, რომ მარტო შეძლებდი ამის Tek başına მოგვარებას? halledebileceğini söylüyordu. Vural talimat ვურალმა ბრძანა, რომ არავის არ მისცენ. Ben onun biricik გეთქვა, რომ მისი საყვარელი ცოლი ხარ. Her şeyi ყველაფერი ვუთხარი, არ მაძლევენ. ანგარიში საღამოს იქნება მზად. ანგარიშთან ერთად ვიდეო ჩანაწერით წავა და ვურალის ხელში მოხდება. ეს უნდა შევაჩეროთ. რამე უნდა გავაკეთოთ? შენ რას ფიქრობ? Ne yapacağız söyle. რა უნდა გავაკეთოთ? რა გააკეთე? Hadi aşağı inelim. დაბლაჩადი და დამელოდე. ეს რომელი სართულია? მესამე. მესამე სართულია, კარგი. დაბლაჩადი და იქ დამელოდე. რომ დაგიჭირონ? არი ნერვიულო არ დამეჭერენ, დამელოდე. ქენან, გამშვიდით, აქეთ მოდით. შვიდა და არი ნერვიულოთ. გარკვიეთ ცეცხლისად არის. უცნობია ბატონო, თანამშრომლები ელექტროენერგიას ამოწმებენ. ზემოთა სართული განათავისუფლეთ. ვათავისუფლეთ ბატონო. ყველაფერი კარგად შეამოწმეთ. შიგნით არავინ დარჩეს გასაგებია. დიახ.
სად ხარ კენან, სად? თავარი სართულები შეამოწმეთ, სასტრაფოდ შემატყობინეთ. მესამე სართულზე ვარ, ყველაფერი სუფთაა, კვამლი არ არის. დანარჩენებს შევამოწმებთ და შეგატყობინებთ. აქ რა საკეთებთ, ბატონო? ხმა გავიგე, გასვლავთ სადე და შიშისგან აქ მოხვდი. ახლა გამოდით აქედან, ბატონო. იჩქარეთ. რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა. სადამკვირვებლო ოთახი სუფთა არის. მეგობრებო, ცრუ განგაშია. ცეცხლი არ არის. შეგიძლიათ მუშაობას დაუბრუნდეთ. სულ ხარ. აიღე, მანქანაში ვილაპარაკოთ. მითხარი რა მოხდა? მიდი, კენან, ნერვიულობ, მითხარი. დაცვამ დამეჭირა. რა? მის მოსვლამდე ყველაფერი გავაკეთე. დისკი მე მაქვს. როგორც იქნა? ძალიან მეშინობდა, რომ ვურალი ნახავდა. ახლა მე უნდა გავანადგუროთ. ჯერ სადმე უნდა წავიდეთ და ვნახოთ, ირმაკთან ვინ იყო შესული. ირმაკ, Nereye böyle? სად მიდიხარ? Arkadaşlarımla buluştum. მეგობრებს შევხვდები, დედა. Nereden çıktı şimdi bu? რატომ ასე უეცროთ? Daha bir süre kalabalık. ექიმმა თქვა, რომ რამოდენიმე ხანი ხალხში არ უნდა გახვიდე. Çok bunaldım. ძალიან დავიღალე, დედა. Sonuçta nişanda ისიც უნდა ავუხსნა ნიშნობაზე, რაც მოხდა. სულელურ მდგომარეობაში აღმოჩნდით. ყველა წინაშე შევრცხვი. ჯობდა სახში დაგეპატიჟებინა და ბოდიშს მოუხდიდით. მართლა ძალიან დავიღალე. ცოტა სუფთა ჰაერსაც ჩავყლაპავ. დიდი ხანი არ დავრჩები, არ ინერვიულო. კარგი, რამოდენიმე საათში დაბრუნდი. წამლის მიღების დრო არ გამოტოვო. კარგი, მიდი გაიქეცი. კალბატონო ჯანან, კურიერმა ეს კონვერტი მოიტანა. ეს რა არის? არ ვიცი, ბატონი ვურალის სახელზე მოვიდა. მგონი ბანკიდან არის. ღმერთო, კომპანიაში რატომ არ გააგზავნეს? Allah'ım ne yapacağım? ღმერთო, როგორ მოვიქცე? O görüntüler Vural'ın ეს ვიდეო ჩანაწერი ვურალმა რომ ნახოს, ბოლო მომეღება. Nerede çürürüm? ციხეში ჩავუყები. Ebru? ებრუ, Ne oldu? რა მოხდა?
Bunlar ne? ეს რა არის? 2017 bilançoları. 2017 წლის ჩანაწერებია დემიროღლუს ჰოლდინგისა და ათენის ჯგუფის. ორივე კომპანია უნდა შეამოწმო და ანგარიში უნდა შეადგინო. Ben ne anlarım bilanço? მე რა მესმის ამაში? Muhasebeci miyim? ბუღალტერი ვარ? Haklısın da. რა თქმა უნდა, მართალი ხარ, მაგრამ ქალბატონმა დეფნენ მოითხოვა. ხვალდილით ანგარიში თუ არ მექნება, მაგიდაზე ახალი სამსახური მოძებნოსო. ეს ჩემზე არ არის დამოკიდებული. სიყვარულო, წავიდეთ სავახშმოდ. ჩვენი ძალაუფლება აღვნიშნოთ კომპანიაში. Ne oluyor Sinan? რა ხდება სინან? რა გჭირს? Yoksa თუ ის გეწყინია, რომ შენი საყვარელი თანაშემწე, ებრო წაგართვი. Daha ne kadar oynayacağız? ძალიან მაინტერესებს კიდევ რამდენი ხანი აპირებ თამაშს. ne oynamışsın? რომელ თამაშს სინან? ეს რას ნიშნავს? დეფნე, Bak ben sandığın kadar მის მინე ისეთი სულელი არ ვარ, როგორც შენ გონია. Vural'ın sana hak შენერად ვიცი, რომ ვურალმა ეს აქციები იმიტომ არ მოგცა, რომ იმსახურებ ve arkamdan iş და არ მომწონს ჩემს ზურგს უკან რომ საქმეებს ხლართავ. სინან, Biz kaçırma ne oldu? ხო, ხასიათს ნუ მიფუჭებ. ასე შენ გვიფუჭებ დეფნე. Ben ne yapıyorum? რასაც ვაკეთებ, ორივესთვის ვაკეთებ. სწორედ ამას გეკითხები დეფნე, რა გააკეთე? რა გააკეთე იმისთვის, რომ ეს აქციები მიგეღო? Blöf yaptım. მოვიტყუე Aldı blöfümü yedi. და ვურალიც წამოეკიდა ჩემს წყვილს. დეფნე, რა გააკეთე პირდაპირ მითხარი. Of Sinan. სინან, Hiçbir şeyin tadını çıkarmamız უფლებას არ მაძლევ რამით დავტკბე. Anlatacağım. კარგი, მოგიყვები. Ortada hiçbir şey yokken bana თუ აქციებს hissettirirsin. მომცემს და არაფერს Kenan არიზამს, Valiz'in bu durumdan უთხარი რომ şüpheleneceğini ქენანი söyledi. ეჭვებში იქნება. Elimde უთხარი Vural'ın bir რომ açığı თუ olduğunu იფიქრებენ, რომ düşünürlerse bu ბურალის açığı წინააღმდეგ öğrenmek için რაღაცა mutlaka მაქვს, bana yanaşırlar. აუცილებლად შეეცდებიან Ondan ჩემთან sonra დაახლოებას bir işbirliği yapıp და მე Vural'ı ვითომ მათთან ერთად ვიქნები Oldu mu? და ვურალისთვის ინფორმაციას გავიგებ. Kenanların sana კენანი ამას რომ არ დაეჯერებს? Vural'da bu ihtimal ურალმა არაფერზე არ იფიქრა და მაშინ უგადმოგცა აქციები, არა, ასეა? Kenan çok fazla იმის გამო რომ etrafında ქენანი olduğu için ყოველთვის çok მის sağlıklı გვერდით düşünce არის, durumda değil şu an. საღადაზროვნება არ შეუძლია. Her türlü işbirliğini ანუ açık ყველაფრის vermem. გაკეთება შეგვიძლია. Ben de bu durumu და değerlendirdim. მეც გამოვიყენე ეს შესაძლებლობა. Tamam. Öyle olsun. კარგი. Ama attığın ასე იყოს, მაგრამ შენს ყველანაირად შემატყობინებ. ჩემს ზურგს უკან არანაირ საქმეს არ მოგიდებ ხელს. anlaştık. შევთანხმდით? Tabii ki anlaştık. რა თქმა უნდა, სიყვარულო. Peki. კარგი, Şimdi yemeğe çıkabilir ახლა miyiz? წავიდეთ სავახშმოდ. Murat, ვურალ, ne demek oluyor bu? ეს რას ნიშნავს? Banka konağı icra yolu. ბანკმა სასახლე გაყიდა. რა? ეს როგორ მოხდა? Sen anlatacaksın. ჯობს შენ მომიყვე ეს როგორ მოხდა. შენი ხელმოწერებია. Adi herifler. ნაბიჯრები. Zaman istemişler. მე მადრო ვთხოვე. Nasıl böyle bir şey? ეს როგორ გააკეთე ვურალ? O konak 3 kuşak. იმ სასახლეში დემიროღლუს სამი თაობა ცხოვრობდა. როგორ გაყიდა ეს სასახლე? მე არ გამიყიდია დედა. იპოთეკაში ჩავდე. ამაზე როგორ დავთანხმდებოდი? ამდენი ფული ხელზე საიდან მაქვს? Yettin artık Murat. გეყოფა ვურალ, გეყოფა. Arkanı toparlamak მომბეზრდა შენი საქმეების მოგვარება. მომბეზრდა შენს მერე რომ ვალაგებ ყველაფერს. ყველაფერზე დავხუჭე თვალები. İyi oldu ya. იმისთვის რომ კარგად გამოჯამრთელებულიყავი. Gittin. წახვედი და ცოლად მოიყვანე ჩვენი მტრის და ამაზე გავჩუმდი. მე ეს სოფლელი გოგო მოიყვანე სახლში ისე როგორც პატარძალი. გავჩუმდი და თვალები დავხუჭე, ყოველთვის შენს გვერდით ვიყავი. გიცავდი კიდეც. Ne oldu anne? Niye რა იყო დედა? Devam et. Niye sus? რატომ გაჩუმდი? Hatta ne?
გააგრძელე, რატომ გაჩვენდი? Ne hatta anne? კიდევ რა? Söyle. თქვი, Söyle çekinme. თქვი არ მოგერიდოს. იმიტომ რომ ყოფნის იმის სიმამაცე რომ სიმართლეს პირისპირ შეხვდე. Seni hiç bu kadar öfkeli ასეთი görmemiştim. გაბრაზებული არ მინახიღარ ჯანან დემიროღლო. იმ საღამოს მერეც კი ჩეშმეში. იცოდი, სიმშვიდე როგორ უნდა შეგენარჩუნებინა იმ ყველაფრის მერე რაც მოხდა. და ახლა სასახლის დაკარგვა მოგაყენა ყველაზე დიდი ტკივილი. მაგრამ არ მიკვირს, იმიტომ რომ ჯანან დემიროღლოსთვის ნდობა, ქონება, ძალაუფლება ყველაზე მნიშვნელოვანია. მას თუ შეინარჩუნებ, რაც არ უნდა გააკეთო, მნიშვნელობა აღარ აქვს. Bir daha bana sakın მეორე და არ გაბედო ამის გაკეთება, დედა. bu aileyi de bu მე şirketi ვარ ამ ოჯახის და კომპანიის უფროსი, რასაც მინდა იმას გავაკეთებ და ისეთ გადაწყვეტილებას მივიღებ, როგორიც მომინდება. ხელს ვერავინ ვერ შემიშლის. არავის არ ჩავაბარებ ანგარის. nasıl? არავის. როგორია? სწორედ ასეთი ოჯახის უფროსი გავხდი, როგორც გინდოდა. რას ამბობდი? თავდაჯერებული, ძლიერი, ახლა ზუსტად ასეთი ვარ. იამაყე შენი შვილით. Efendim Alpay Bey. ისმენთ ბატონო ალტაი. ბატონო ვურალ გაწუხებთ, მაგრამ ერთი საკითხია, რომელიც დაგაინტერესებთ. Buldunuz mu görüntüleri? აღადგინეთ ვიდეო ჩანაწერები. სამწუხაროდ დისკი დაიკარგა. რას ნიშნავს დაიკარგა? Haklısınız ama მართალი ხართ, მაგრამ სრულ განგაშის დროს შევიდნენ და დისკი წაიღეს. Kim almış? ვინ წაიღო? henüz tespit edemedim. ჯერ ვერ დავადგინეთ, მაგრამ სანამ განგაში გამოცხადდებოდა ჩანაწერებს უყურებდი. მერე ბიჭებმა მითხრეს, რომ მოცემა არ შეუძლიათ, რადგან დისკი არ იხსნება და რამდენიმე წუთში განგაში სიტუაცია მოხდა. არასწორად არ გამიგოთ, არ მინდა ქალბატონი ჰაზალი დავადანაშაულო, მაგრამ არ მგონია, რომ ეს ყველაფერი შემთხვევით მომხდარიყო. Nasıl yapar böyle bir şey? აი ეს როგორ გააკეთა? Nasıl bu kadar vicdansız ასეთი olabilir? არა ადამიანი როგორ უნდა იყო? Ben tahmin etmiştim. ვარაუდობდი. Şüphelenmiştim ama ვეჭობდი, მაგრამ არ vicი. yapmaz demiştim, inanamıyorum. ფიქრობდი, რომ არ გაუკეთებია. ამაზე პასუხს აგებს. Kenan, sakin კენან ol. დამშვიდდი. Nasıl sakin ol? როგორ დამშვიდე ჰაზა? Nasıl yapar böyle? ასე როგორ მოიქცა ირმაკს? Nasıl yapar böyle bir ასე şey? როგორ moiksa? რატომ? Ben çok özür dilerim. ბოდიშს ვიხდი. Onun bu evde kalmasına უფლება არ უნდა მიმეცა, რომ სახლში დარჩენილიყო. დამნაშავე არ ხარ. Nereden bileceksin? საიდან უნდა გწოდნოდა, რომ ასეთი არა ადამიანია? Ben onu evden göndereceğim. სახლიდან გავუშვებ და ოჯახსაც მოუყვები. ჩანაწერი პოლიციაში გავაგზავნოთ. Yaptığın cezasını უნდა çekmeli. დაისაჯოს იმის გამო, რაც გააკეთა. შენ არაფერს არ იზამ, არ ჩაერევი, კარგი? ვიდეო ჩანაწერები მე მოვიპარე. მე Olmaz ვუყურებდი. Kenan. არ შეიძლება, Benimle კენან. nasıl susarım? როგორ გავჩვენდი, როცა ყველაფერი ვიცი? Mecbursun. იძულებული ხარ ჩუმად იყო ჰაზა. Vural birlikte ურალვა რომ გაიგოს ეს ყველაფერი ერთად რომ დავგეგმეთ, გაგიჟდება. Neler yapmışlar? თუმცა ეკითხე წერილი. Sana zarar verebilir. ნასის როგორ მოექცა? Sen bilmezden geliyorsun. შეიძლება შენც დაგიშავოს რამე. ისე მოიქცევი, თითქოს არ იცი. Tamam mı? ებრუ ამაზე პასუხს აგებს, კარგი? Tamam mı Azal? კარგი ჰაზა. Bana haber vermeden სანამ მე kimseyle არ მეტყვი, არავის არ დაელაპარაკო. კარგი. Nasıl yapar böyle? ასე როგორ მოიქცა? Gir. მობრძანდით. Irmak gel. Hoş ირმაკ, მოდი, მობრძანდი. Ne oldu? რა მოხდა? ცუდად გამოიყურები. პრობლემა გაქვს? İyi değilim. კარგად არ ვარ. თქვენც უნდა იცოდეთ, რომ კარგად არ ვარ. Anlayamadım Irmak'cığım. ვერ გავიგე ირმაკ. Hastalığımın durumunu ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მითხარით. iyi olmadığımı ve hiçbir zaman iyi ვიცი, რომ olmayacağım. არასდროს არ გამოვჯამრთელდები. Gözlerimin içine თვალებში bakın, შემომხედეთ. bakışlarınızı kaçırmayın თვალებს benden, ნუ ne olur. მაშორებთ, გთხოვთ. Gerçeği söyleyeyim bana. სიმართლე მითხარით. Ben duymaya hazırım. ამის მოსასმენად მზად ვარ. Ne kadar zaman? რამდენი დამრჩა?
Efendim Vural. გისმენ მურო. სად ხარ ზვირფასო? Restorandayım. რესტორანში. კარგი. მთელი დღე რესტორანში იყავი? Bir ara çıktım restoran. რესტორნის ნივთების საყიდლებზე გავედი Neden ერთხელ. sordun şimdi? რატომ მეკითხები? უბრალოდ მაინტერესებდა. Sen neredesin? შენ სად ხარ? კომპანიაში. ძალიან დაკავებული ვარ, გვიან İyi დავბრუნდები. benim de birkaç işim var. კარგი, მეც მაქვს რაღაც საქმეები. კარგი ზვირფასო, შეხვედრამდე. Görüşürüz. შეხვედრამდე. მისმინე მელეკ. ეს ვურალი მკვლელივით არის. Biliyorum. ვიცი, Bilmez miyim? როგორ არ უნდა ვიცოდე. O yüzden geldim ya kapıya. ამიტომაც მოვედი შენთან. Aziz. აზიზ, Hazal için çok ძალიან მღელავ ჰაზალის გამო. ნუ ღელა. ჩემს ქალიშვილს თუ რამეს დაუშავებს, ისეთ საფლავს ამოუთხრე. მაგრამ ის უბრალო მკვლელი არ არის. მას მოთმინებით უნდა სდიო. გაიგო რომ ჰაზალი ჩემი შვილია. რა? Ne diyorsun sen? რას ამბობ? Ya şimdi... ამის გამო ჩემი შვილის ცხოვრება ციხედ რომ აქციოს, Ya üstüne gidersen... რომ დაემუქროს? ჰაზალი გააფრთხილე როგორმე. მაგრამ ისე უთხარი რომ არ შეეშინა. თავი იმდენად შორს დაიჭიროს, რამდენადაც შეძლებს. მარტო არ დარჩეს იმ გიშთან. Efendim doktor. გისმენთ ექიმო. გალბატონო ჯანა, დღეს ძალიან ცუდი რაღაც მოხდა. რა მოხდა Kızıma bir ექიმო? şey mi oldu yoksa? ჩემს ქალიშვილს დაემართა რამე? ირმაკი იყო დღეს ჩემთან და ყველაფერი იცის. კითხა სიცოცხლის რამდენი დღე დამრჩაო. მხოლოდ ერთხელ ცხოვრობთ და მასაც დავთმობთ. მაგრამ შენგან რაღაც მინდა მელეკ. თუ ჩემს საუკუნეში ვერ ნახავ ვურალის სიკვდილს და ვერ მოუყვები ჰაზალს, რომ მამამისი ვარ, შენ მოუყევი მას სიმართლე. ჩემმა სულმა, რომელმაც ცხოვრების დროს ვერ მონახა სიმშვიდე, სიკვდილის მერე მაინც დაიმკვიდროს ის. ასე ნუ ამბობ. აქ რა ხდება? რისთვის მოხვედი ისევ? ბატონი აზიზის სალაპარაკოდ მოვიდა. გაჩერდი დედა. ნუ ღარ მოდიხარ და ნუ გვეუბნები რაღაცებს. მოგწონს რომ გვაწუხებ. ჰაზალ შვილო მისმინე. შვილს ნუ მეძახი. რა გინდა ჩვენგან? რაშია შენი პრობლემა? ჰაზალ, შვილო, ბატონი აზიზი ჩემთან მოვიდა სალაპარაკოდ. სალაპარაკოდ მოვიდა? მაშინ ილაპარაკოს დედა. თქვას რაშია საქმე? მაგრამ დედის გარეშე ილაპარაკოს. Yok canım ne gerek არა var? ძვირფასო უკვე ვილაპარაკეთ. კარგი, ქალბატონო მელეკ. ჰაზალს მე დაველაპარაკები. გავიაროთ სანაპიროზე. შენ, მოდი აქ. აქ მოდი. კენან, აქ შედი. კენან, როგორი უსირცხველო და უსინდისო გოგო ხარ. რა გინდოდა ირმაკისგან? ეს რატომ გააკეთე? არაფერი არ გამიკეთებია. აჩუმდი. თავს ძლივს ვიკავებ რომ არ მოკლა. ნუ თუ ადამიანობა არ გაგაჩნია, რატომ გინდოდა უდანაშაულო ავადმყოფი გოგოს მოკლა? ტყუილია, ირმაკის აპარატი არ გამითიშავს. ტყუილია. თვალებში ნუ მიყურებ და ნუ იტყუები ჩემი თვალებით ნახე. ნახე როგორ შეხვედი ოთახში და როგორ გათიში აპარატი. ასე როგორ მოიქეცი. როგორ აბრალებდი ჰაზალს და როგორ ამბობდი მას დერამეს. ეს რატომ გააკეთე ებრუ? რისთვის? მიპასუხე. მითხარი. მითხარი, მითხარი. კენან, მე შეცდომა დავუშვი. გებიცები ძალიან მნანო. ხო, არავის არ უთხრა. კენან, ირმაკი მაინც კარგად არის.
ხო, არავის არაფერი არ უთხრა. რომ შემეძლოს აქვე მოკლავდი, მაგრამ ეს შენი შველაა. ახლა წახვალ და დანაშაულს აღიარებ. იტყვი რომ ეს მე გავაკეთე. მე ვცდილობდი ირმაკ დემიროღლუს მოკლას. არა. ერთი შეცდომის გამო ციხეში მოხვდები, კენან. შენი შეცდომის გამო უდანაშაულო გოგო შეიძლება მომკვდარიყო ებრო. ეს როგორ ჩაიდინე? გაზე გაბრაზდი. მითხარი. კარგი, კარგი. ყველაფერს ვიტყვი. პირდები, ყველაფერს ვიტყვი. პირდები, რომ ყველაფერს ვიტყვი. Söz veriyorum her şeyi anlatacağım. Ne istiyorsun ailemden? რა გინდა ჩემი ოჯახისგან? Vural'la derdini anlıyorum. მესმის რომ ვურალთან გაქვს საქმე, ასე შენ დის გამოიქცევი. მაგრამ ჩემი ოჯახისგან რა გინდა? დედა შენთან არანაირი პრობლემა არ მაქვს შვილო, მაგრამ მამა შენთან წარსულში მქონდა უთანხმოება. Neymiş bu? რა უთანხმოება? Bu kadar yıl kin tutuyor. რა გააკეთა მამაჩემმა ისეთი რომ წლებია ვერ ივიწყებ. ჰალილმა ჩემი ყველაზე საუკეთესო 26 წელი მომპარა. İyi de ne yaptın? რა გააკეთა? პირდაპირ მითხარი. ის დანაშაული დამაბრალა, რომელიც მე არ მეხებოდა. პოლიციაში მიჩივა. ჩემი სიყვარულისგან და ჩემი შვილისგან შორს აღმოუჩნდი. Madem öyle თუ ასეა, საერთო საქმე რატომ მქონდა მამაჩემთან ვურალის წინააღმდეგ? ასე ცუდად თუ მოგექცა, ისევ რატომ ენდე? არ ვენდე. მას ხოვრების ბოლომდე არ დავუჯერებ. მაგრამ როდესაც ჩემი დის რაღაც კვალი მაინც მოიტანა ვაპატიე. ვაპატიე. ახლო ადამიანი ხშირად საკუთარ თავზე უფრო მნიშვნელოვანია. ჰალილმა ის წერილი რომ მომიტანა, ყველაფერი დამავიწყდა. annem de babam da დედაჩემი და მამაჩემი ჩემთვის სიცოცხლეზე უფრო მნიშვნელოვანია. ყოველთვის მოდიხარ და პრობლემებს გვიქმნი. babam senin yüzünden დედაჩემი სულ ტირის. მამაჩემი შენ გამო სასტუმროში ცხოვრობს. იცი, ტასინა სასტუმროში ცხოვრობს. babamı izlettiriyor musun? მამაჩემს უთოლთვალებ. Bana bak babamdan uzak. მისმინე მამაჩემისგან თავი შორს დაიჭირე, რამე რომ დაემართოს. არ ინერვიულო. სასტუმროში რომ მივიდა, მაშინ გავიგე. რამის დაშავება რომ დომოდა მისთვის თავს მოვაჭრედი, სანამ ბალისე დადებდა. Ne sanıyorsun ya? თავი ვინგონია? მოაჭრიდა, მთებში ვართ? გაბედე, ჩემი ხელებით გაგხევ შუაზე. 40 წლის ასაკში რომ მეფიქრა, ამაზე არასდროს ვიფიქრებდი. მე რომ ყოლოდა ქალიშვილი, რომელსაც ასე ვეყვარებოდი. Elbette seveceğim. რა თქმა უნდა, მეყვარება. ის ხომ Onun მამაჩემია. kılına zarar gelirse. რამე რომ დაემართოს, შენს წინაშე დავდგები აზისტობრაკ. ისედაც დგახარ. გულზე აღარ ვილაპარაკებ, მაგრამ შენს ღრმა სიმამაცეში მამა შენს გავხარ. Efendim Murat. გისმენ ბურალ. სად ხარ ძვირფასო? Restorandayım. ხომ გითხარი რესტორანში ვარ. ერთი ადამიანი უნდა მოვიდეს შეხვედრაზე, მას ველოდები. მაშინ აღარ მოგაცდენ, მერე ვილაპარაკოთ. Konuşuruz. შეხვედრამდე.